is a part of your imagination. Everything you see is a lie. გამარჯობა. გამარჯობა. ველოსიპედით დადიხარ სამსახურში? ანდახენ კი. კაია, ჯანმრთელობა. ჩვეული ვარ ბავშვებიდან. სულაც კარგია ალბათ. კი, კარგია. ხო, მაპატია მოგლეთ. ვერ დაგილაპარაკე და ვერ მოვედი რაღაც საქმეები მიეწყო ისე რომ. არა, უშევსე არაფერი. არ მუშაობ დღეს? დღეს არა. მე ძირითადად სახლში მუშაობ ხოლმე რედაქციაში ხმაურია და ხელი მეშლება, აქ მირჩევნია. კაი, წავედი. მოგლეთ უნდა მასწავლო ერთხელ როგორმე. შენ მოიცალე და მე გასწავლე. კაი, ცუდი მოსწავლე ვარ გაფრთხილებ ბოლომს. შევეცდები. დროებით. კარგად.
დედა. 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 გამოდი. გამოდი დე. ცოტა ხანი მანანა დეიდასთან დაგტოვებ და მე მალე მოვალ, კაი? სად მიდიხარ? რუსებებოსთან წავალ და მოვალ ძალიან მალე, კარგი? მეც მინდა რომ წამოხვე. არა დე არ შეიძლება, ძალიან მალე მოვალ. წამოღეთ მოვი დავიცნათ, ხო? კაი. მოხდა რამე? როგორ ხარ დე? კარგად. დაწყენი ხარ, ხო? არა, საიდან მოიტანე? ვიცი, მე შენი ამბავი. არა ვარ მეთქი ნაწყენი. ეხლა სამსახურში პატარა საქმე მაქვს და ძალიან მალე მოვა. შეწუხდები. აი რა ლაპარაკია ეხა ეს? ნუ შეწუხდები, არაფერი არ მჭირდება. წადი სამსახურში. დედა. აი გავთავისუფლები ეხა მალე და ეგრევე მოვა. როგორც გითხრა. ნუცა. უკრავდი? არა, ჩანაწერი მქონდა ჩართო. რატო აღარ უკრავ? დავკარი ხო. ფორმაში არა ვარ. რაიყო რა მოხდა? ბელანო სად არის? მეზობელთან დავტოვე. ვინ მეზობელთან? რა მოხდა არ მეტყვი? ჩაი გამიკეთე რამცი. ისევ გაწყენინა, ხო? კარგი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი. ორსულად. ჩაი დავადგე. რა გავაკეთო? მე მეკითხები? შოთიკოსთვის არ მithქვამს ჯერ. შოთიკო. დღეს დილით გავიგე. მე ვერ დაურეკე? ურეკავდი და არ მიპასუხა. ოპერაციაზე ალბათ.
დაკავებულია. მაგის რეზიდენტურა უფრო მნიშვნელოვანია, შენი სწავლა ყველას ფეხებზე კიდია. ჯერ შენთან მოვიდე. ხედავ, ნუცა. რა გინდოდა ახლა მეორე ბავშვი? გეკითხები. არ მინდოდა დედა, არა. აბა იმას უნდა და გაძალებს? არა. ვერაფერი ვერ ისწავლე ამდენ ხანს. ვერაფერს ვერ მიხვდი. ხო. მე უკრავდი. ხელები გამიუხეშდა. ეს მარცხენა ხელი ისე მაქვს დაჭიმული. ცოტა ხანში საერთოდ ვეღარ დაუკრავ. ბავშვობაში დღეში 6 საათი ვმეცადინეობდი. სხვანაირად არაფერი არ გამოდის. შედეგი თუ გინდა თავი უნდა მოიკლა. ახლა კი რაღაც საცოდაობას ვაბრახუნებ ხოლმე ხანდახან. მამა შენს არ უთხრა იცოდე. არ მინდა რომ იცოდეს. რატო? ეგონოს რომ აღარ უკრავ. მაგას სულ თავი საყვედურები ელანდება ხოლმე რამეს რო ვეტყვი. ყველა სიტყვაზე მეკიდება ნუმამადლიო. შესამად. არავის არაფერს არ ვამადლი. ვზივარ ჩემთვის ჩუმად. რა აზრი აქვს ახლა ლაპარაკს? ჩემი ბრალია ყველაფერი. 20 წლის ზრდასრული ქალი რო შეცდომას დაუშვებ და გათხოვდები. სხვას აღარ უნდა მოთხოვა პასუხი. ამას წინათ ძველი აფიშები გადავყარე, ჩემი აფიშები. რუსუდან ქებურია, სოლო კონცერტი. გათხოვების მერე მხოლოდ ერთი აფიშა მქონდა. ლებანიძის გვარით, ერთადერთი. ხო, პატარა ბავშვით 6 საათს ვერ იმეცადინებ. 6 საათს კი არა, საერთოდ ვერ იმეცადინებ, ნუცა. მორჩა, იქ მთავრდება ყველაფერი, კარიერა, ოცნებები, ყველაფერი. ზოგჯერ ისე საშინლად მინდებოდა ხოლმე დაკვრა. მაგრამ მეშინოდა რომ გაგაღვიძებდი. მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ რუსო რა მაგარი ქალი ხარ. ოჯახი რომ აირჩიე, ბავშვს რომ გადაყევი. ხო, მაგარი ქალი ხარ. ავირჩიე. საშე რას მიკეთებ ახლა? რას მიკეთებ, ნუცა? ერთი შვილი უკვე გყავს. ქმარს თითქმის ვერ ხედავ. სწავლას თავი დაანებე და რა გინდა დედა ჩემგან? ჩემგან რა სიტყვა? გეკითხები მე რა გავაკეთო, რა გინდა? სად მიდიხარ? სახლში. წადი. წადი. ზეფირი მოგიტანე. სადეიდე? აქვე კუთხეში. ცირასთან. მაგას ძველი ექნებოდა, რას ყიდულობდი? თირკასინჯა. მე ბორში გააკეთე? მაჭა
ჭამე რა, ხელებს დავიბა. შემოირიგე ხა თავი. ახლა შემოიცადე ახლა. დედა მოგიკვდეს ჩემი თავი, საჭმელს არ ჭამ ხო? რას გიხარ დედა, რა გამხდარი ხარ? ძალიან მომენატრე შენი ბორში. გემრიელა. ვერ ხდები რომ შენთვის კარგი მინდა რა. ხვდები დედა, ყველაფერს ხვდები. ხო ჭამი და მე ვილაპარაკე. ეს რა იყო რეები მითხარი? არ ცხენია. აუ დედა, კარგი რა. ხო, ჭამე. ვიცი ახლა რასაც მეტყვი. რომ უკვე პატარა აღარ ხარ, გაიზარდე. ჩემ ცხოვრებაში ნუ ვერევი. ეს ბერჯერ აქვს ნათქვა. მაგრამ რა ვქნა დედა? ეს გოგა არ მგონია ცუდი ადამიანი და. ცემით იმაშენ არ უცემი ხარ? ზედმეტად ხმა რა უწევია. აი არ მესმის. დღევანდელი გოგოები რას ითხოვთ? დედა, შენ ყველაფერი არ იცი და არც არის საჭირო რომ იცოდე. ხო, რა საჭიროა ჩემთვის რამის თქვა, აბარა? ოჩახ. კარგი, ნუ გწყინს ყველაფერი მაგრამ არ მეწყინოს დედა. აი ასე გააგრძელე და დარჩები ჩემსავით მარტო. ეხა მომისმინე ერთი წუთი. ან შვილი არ გინდა, პატრონი არ გინდა. მეყოლება შვილი როცა საჭიროა მაშინ. როდის დედა? წლები გადის, პატარა აღარ ახარ. შემომხედე მე. მე შენ მაინც მიყევ დედა. მამა შენს რომ გავშორდი, ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის. ხო, ახლაც ვამბობ, რომ უფრო მეტი უნდა მომეთმინა. თავი დამეხარა. რა მოხდა ახლა? ვინ არ ლოთობს? რა სისულელეებს ლაპარაკობ დედა? უნდა გაშორებულიყავი, აბა რა უნდა გექნა? და ამიტომაც ჩემც უნდა დაგინგრეს ცხოვრება, მაინც და მეც ამაში უნდა მომბაძო?